მე ვარ ბესო ხედელიძე, ხო, ჩემს სახელთან დაკავშირებით ერთ-ორ სიტყვას კიდევ წავიხუმრებ. ესე ვიწყებ ხოლმე ხანდახან, იმიტომ რომ ვიღაცებს ვინც პირადად არ მიცნობ და მითი ვგონი ვარ, აუხსნი რომ ეს არ არის, ერთმა ჟურნალისტმა მკითხა ადრე, რომ ეს ხომ თქვენი ის არისო, ფსევდონიმიო და ეს ხომ გამიკვირდა, მე ვთქვი, რატომ მეთქი და აი აკა მორჩილაძეო ხო ფსევდონიმიო, შოთა რუსთაველი ხო ფსევდონიმიო, თანო თქვენიო ერთი კინოდან არისო, მე ვთქვი რა ერთი კინოდან არის და უცებ გამინათდა გონება რომ მითხრა რომ თეოლადან არისო ეგ სახელი და გვარიო და მე რო გავიხსენე ხო, იქ არის ბესიკის რო იძახის და მე კიდე ხვედელიძეს რო ორ გოლს თხოვენ და აღმოჩნდა რომ ჩემი სახელი და გვარი ერთი ფილმიდანაც ყოფილა და ესეთი შემატა რა ქვია მითოლოგი მოკლედ ერთი კინოდანა ვართ გოლები გამაქვს სახელსაც ვამართლებ და საბოლოო ჯამში ბავშვობიდან ეგრე იყო რა აი რა თემაზეც გვექნება საუბარი ძალიან ზოგადი ის ავირჩიე რომ აი ფიზიკა და მეთების გამოში გულისხმობ ალბათ მიხვდებით ალბათ აი ეს წონასწორობა და უკიდურესი საყვაროებიან აგულისხმები როგორც არის თქვა სიტყვაზე პრიმიტიულად რო ვთქვა დღე და ღამე რა ვიცი ქალი და კაცი ისა ვეფხი და რა არის ვეფხის ანტონიმი მოყმე ზეზვა და მზია მოკლედ როგორც არის და ამის დისბალანსზე და ბალანსზე უნდა ვისაუბროთ და ამ წონასწორობაზე და ასე შემდეგ რომლის ნათელი აი ესეთი წინვალე მაგალითი თავის დროზე ქართული ლიტერატურას ახლა აქ ისეთი კარგად ისროთ ალბათ აქ ისეთი ხალხი არ მოვიდოდა ტყუილად და ისეთი რომელსაც აქ არაფერი ესაქმება და უბრალოდ ჩემ გასასწრულად არის მოსული დარწმუნებული ვარ კარგად ხართ შეხედული ის რაც გვაქვს რაც ქართულად დაიწერა უხსოვარი დროიდან დაწყებული არ ვიცი საიდან დავიწყოთ ნუ შუშანი კი ჩავთვალოთ ისე თქვათ რაღაც სიმბოლურად და მე ნუ აქეთ ბოლომდე აგერ დამთავრებული გურამ მეგრელიშვილით საკმაოდ ისეთი მონაგარი გვაქვს და რო გადავხედოთ ამ იმას გვესმის ჩვენ აი ყველგან შევამჩნევთ ამ ეს არის ცხოვრების კანონივითაა ფაქტობრივად ეს ჩემი აზრით ეხლა რაზეც ვსაუბრობთ რომ აი ეს ბალანსი ყოველთვის იყო ხოლმე მეტნაკლებად დაცული და თვითონ ეს ადამიანი მე ამის ჩვენ პირად ნაცნობობაზეც მოვყვები და ივინდა ხაზი გაუსქვა იმას რომ ეს ადამიანი ვის მხარეს და რის მხარესაც იდგა თავისი კრედოთი მწერლური თუ იდეური თუ ასე შემდეგ ცხოვრებითაც იგივე ტიპის ცხოვრებით ცხოვრობდა და არა მხოლოდ ტექსტებში ასახავდა ამას. ხო, ესეც ვისაც ახსოვს ამ ნაწარმოების გამოჩენა ქართულ ლიტერატურაში, რა ვიცი, აი მეხის გავარდნასავით იყო, იმიტომ რომ ეს იყო პირდაპირი მანიფესტი, ასე ვთქვათ, აი ესეთი უხეში, არა, საკმაოდ უხეში კი არა, პირდაპირი უпроსტად. მანიფესტი, აი ციფრების სამყაროს წინააღმდეგ. ციფრების სამყაროში გულისხმობ აი რაღაც რაციონალური საყოველთაოდ აღებული და მიღებული გაუთოვებული შარვლის 9-6-მდე ცხოვრების რაღაცა წესების წინააღმდეგ. და ეს იყო ერთგვარი პროტესტი. აი ესეთი მოდერნისტული პროტესტი და ვარქვათ, იმიტომ რომ 70-იან წლებშია ეს მოთხრობა დაწერილი მოგხსენებათ და აი პერიოდში ალბათ გახსოვთ ახლა მეტნაკლებად ჩემი ასაკის და უფრო-უფროსიც ხალხსაც ხედავ აქ, რომ საბჭოთა კავშირის ისინი ვართ ჩვენ, რა ქვია, მოქალაქეები ოდესღაც ვიყავით და იმ პერიოდში კიდევ უფრო მეტად როგორი მოჩარჩოებული იყო ყველაფერი, ყოველი ცხოვრება, ყოველი ფიქრი, აზრი, თავისი კონტროლით, თავისი მართლა რაღაცა რაციონალური კალაპოტებით და 2/2, როდესაც ყოველთვის 4 იყო და სწორედ ეს განაპირობებდა ალბათ იმ პროტესტებს, რომელიც იშვიათად ჩნდებოდა ძირითადად ლიტერატურაშიც, კინოშიც, მაგრამ მაინც ჩნდებოდა. მე შემიძლია თქვენ სულ შემახსენებთ, მაგალითებად მოგიყვანოთ რაღაცეები, რომლებიც მე აკრძალვის წინაპირობა, ნუ აიგრძალა, იმიტომ რომ თუნდაც ხო, აი ეგეთი რაღაც ნაწარმოებები, როგორიც იყო თუნდაც გიორგობის თუნდაც ლიტერატურაში მთელი ანდრეი პლატონოვის შემოქმედება, თუნდაც მთელი ბულგაკოვის შემოქმედება, იყვნენ მე ეხლა მუშაობს საერთაშორის და ესეც ამითი იყო საინტერესო ჩემთვის 70-იან წლებში საბჭოთა კავშირიდან გააგდეს მაშინ აღარ იყო დახურეტები, ვერავის აღარ დაიჭერდა, იმიტომ რომ ეს რკინის ფარდა აღარ არსებობდა და ყველაფერი იქიდანაც ნათელი იყო გარედან, ევროპიდან და ამერიკიდან, რაც ხდებოდა აქ. და იყო ერთი ძალიან მაგარი მწერალი, მე ვთვლი, რომ აი უბადლო ოსტატი თავისი, აი იმ ჟანრის, იმ ყველაფრის, რასაც აკეთებდა იური მამლეევი. შეიძლება არ გაგიგიათ, ეს იყო
აი ბროდსკის და დალატოვის და ემთაობის წარმომადგენელი, როგორც ისინი გააძევეს საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ ისინი ძალიან ისეთი სახელები იყვნენ, უკვე შემდგარი კი არა, როგორ თქვა. მასისთვის ცნობილები იყვნენ მეტნაკლებად. ამას საერთოდ არ უბეჭდავდნენ არაფერს და ეს ვრცელდებოდა მისი ნაწერები ამის სახით, რა ქვია, ქსეროქსების სახით იატაკქვეშ და იმდენად პირდაპირ გულახდილად, გულწრფელად და საშინლადაც მე ვიტყოდი, აღწერდა ხოლმე აი იმ სიმართლეს, რაც უფევდა იმ რაციონალურ სამყაროში, იმ წითელ სამყაროში და ეს სრულიად საკვეთის საბაბი იყო, რომ მის აზროვნებას ვერ აუკრძალავდნენ ამ ადამიანს, ისეთი ის ქონა განათლება, IQ, ასე შემდეგ, ინტელექტი, რომ ძალიან ძნელია უკვე ეგეთი ადამიანი, რომელშიც აიბობოქრობს ეს თავისუფლება, რომ რაღაც იმაში მოაქციო, ის ან ვერ შეგისრულებს, ან ციხეს გაამტროს, მოკლედ რა, როგორც ასფალტს ბალახი ხეთქავს ხოლმე მწვანე და ვერ აუხსნიათ ეს ფენომენი რა ხდება და როგორ ხდება. ზუსტად ესევე ხდება ხოლმე აიქაც კინოშიც უამრავი რამ შეგვიძლია მსგავს დასტურად რახან საბჭოთა კავშირზე გადავედით გაგახსენებთ ერთი მწერალი იყო ძალიან კაი რუსი მწერალი შუქშინი გეხსოვებათ ხო მისი ხო მოთხრობები ასე შემდეგ ის თვითონ რეჟისორი იყო კინემატოგრაფი იყო და კინო ქონდა ხო ასე თავისი მოთხრობის მიხედვით იღებდა როგორც წესი კინოებს და იგი იყო უნიკალურ იმ გიკის უნიკალურ შეგიძლიათ გადაამოწმოთ მერე ჯგუფში მოხვედრილი სადაც ერთად სწავლობდნენ ჯგუფელები იყვნენ არ ვიცი ეგეთი ვარსკვლავთმცენა ალბათ აი ზიდანი და ისო თამაშობდნენ რეალში ფიგუ მაშინ თუ იყო ფეხბურთში ესე იგი მე ვისაც გავხსენე ესე იგი მიხალკოვი დანელია ისა ფარაჯანოვი შუქშინი კიდე ვიღაცები კიდე იყვნენ ერთი ხუთი ეგეთი რანგის ეს რომ ერთ ჯგუფში და ძალიან ის იყო აი რაღაცა ბომბასავით ისი ხალხი იყო შეკრებილი რომელმაც სხვადასხვა გზა აირჩიეს ყველამ კინოს მიუძღვნა თავი ყველა მაგარი გამოვიდა ყველა თავისებური გამოვიდა და თვითონაც მე აი ჩანაწერს წინები გამოვიდა მე ეს დანელია თავის თავზე რო ყვება წიგს იქ არის ის იმაზე საკუთარ თავზე ყვება კიდე ეს მაშინაც იყო ძალიან კარგი მაგალითი იყო ეგეთი წიგნები ახაც იწყება იწერება ნელ-ნელა საქართველოში აი პიროვნებებზე რომლებიც იყვნენ მაგალითები საზოგადოებისთვის როგორც ვთქვათ რაღაცის ისა რევოლუცია პროტესტი ხმა манифести, სიმბოლო, ასე შემდეგ, მათი ცხოვრების გზა, რომ ვიღაცისთვის მაგალითი ხდებოდა, ვიღაცისთვის მიბაძვის რაღაც და მოკლედ ასე შემდეგ, ამ შუქშინს ჰქონდა ხო გადაღებული ისა. კალინა კრასნაია, ეგრე ქვია, წითელი ძახველი, ეს ფილმი ძაგზავნილი იყო, იმამდე პერესტროიკამდე. მე დაუშვეს, იმიტომ რომ ისეთ თემას ეხებოდა და ისეთ უცნაურ თავისუფლებას ეხებოდა და უცნაურ თავისუფალ აზროვნებას ეხებოდა, რომელსაც უკვე თუ იყო აქ საბჭოთაში ანტისაბჭოთა ნაგულისხმები, ეს უკვე ეგრევე ანტიში ირიცხებოდა, იმიტომ რომ იქ იყო საუბარი შავი სამყაროს ქურდულ მორალზე და ეს კიდევ ცალკე მიმართულება იყო ამ თავისუფლებაში, რომელიც აი ამ თავისუფლებასაც არ ცნობდა და არც იმ შეზღუდულობას და ეს კიდევ ცალკე. მოკლედ, ბევრინაირი ესეთი დაქსელილია ეს ჩვენი ცხოვრება, თემები ამ დისბალანსით და ბალანსით, ამ ერთმანეთისადმი ჯახით ამ ორი სამყაროსი ძალიან სულ მახსენდება ხოლმე ცხონებული ბებიაჩები, როდესაც ღრმა მოხუცებულ ასაკში მოინდომა კინემატოგრაფიის თავიდან გადამეორებას, ვთქვათ და რა თქმა უნდა ახალი ფილმების ნახვაც და ესე მიუყვებოდით ხოლმე ამ გზას ყოველდღე ორ დილას ერთს და ის პენსიონერი იყო ღრმად მოხუცებული, მაგრამ კარგად ისმოდა, კარგად ხედავდა, ყველაფერს აღიქონდა, წიგნსაც უსათვალეოდ კითხულობდა. სურდა რომ ეს ეხლა რას იღებენო და ეხლა რას ფიქრობენო და ძალიან მახსოვს, კარგად მახსოვს აი ეს ამიტომ მომიტან მაგალითად რომ ზუსტად ეხმიანება ჩვენი სასაუბრო თემის შინაარს ერთხელ უყურეთ გენიალური ნაწარმოებია კენკიზისი ვიღაცამ გუგლის ბუდეს გადაუფრინა და მის კინოვერსიას ფორმანის კუკუშკას სადაც ჯეკ ნიკოლსონი თამაშობს და ფილმი რო დამთავრდა შევატყე ბებიაჩები იყო 1922 წელს დაბადებული ანუ ტიპიური საბჭოთა კავშირში დაბადებული ესეთი საბჭოთა ემეთი აზროვნებით ტვინმოჩარჩოებული პიროვნება, რომელმაც მერეც რამოდენიმეჯერ ვკითხა ცხოვრებაში, რომ იმ პატიოსანქაოს რას ერჩევდნენო. ეს მაიმუნი ვიღაცა უზრდელიო და ხულიგანიო, იმას ხო შველა უნდოდაო, იმ ადამიანების ხო ექთანზე კითხულობდა. ანუ ზალავნებურად იყო იმისკენ, იმ წესრიგისკენ, იმ რაღაცა სწორი ხაზისკენ, იმ ყველაფერი იმისკენ რაც ასწავლეს და ჩაუდეს მას ფსიქიკაში რომ ეს ესეა, ეს ისეა, ჩვენც ხო აი რომ ვიბადებით ახლა ყველანი დავეთანხმებით რომ
ვინ ვართ ჩვენ რო ვიბადებით ვიღაცა იქ მშობელი იქნება თუ ასე შემდეგ იმ ბავშვების ასაკში იმ კოდებს გვიდებენ რომ ცა ლურჯია დედამიწა მრგვალია ან რაღაც მოცემულობებს გვახვედრებენ და იმის მერე ვიწყებთ მერე ჩვენ თვითონ რაღაცებზე რეაგირებას და ასე შემდეგ თორე სულ სხვანაირად რო აგვიხსნან აი თქვა ნუმეროლოგიაში არის ეგეთი წესი რო აგვიხსნან ნუმეროლოგიურად ეს სამყარო რო დავიბადებით და რო გითხრან რომ აი ეს ისეა და არა ისე რომ ეს კაცია და ქალია იქ სულ სხვანაირად იხსნება ყველაფერი ვიქნებით უკვე იმ ილუზიის თუ რაღაცის მსხვერპლები, ანუ იმ მოდელის მექანიზმის წევრები თუ შემსრულებლები თუ ნაწილები, რომელიც შემოგთავაზეს. ამ შემოთავაზებულ სასტუმროში, ხო. ამ შემოთავაზებული წესების სამყაროში, სწორედ ეს გვაქვს რა, ორი, აი ესეთი. და სულ მიდიოდა ამაზე ჭობა რა, მოკლედ იგივე კინოშიც, იგივე ყოველი ახალი ნაბიჯი, ყოველი ახალი ჟანრის წარმოშობა ყოველთვის გულისხმობდა ამას, რომ აი ეს ერთი მხარე, ეს რაღაც ფუთფუთა მოუსვენარი და უდეგარი, საიდანაც ძირითადად ტალანტები და გენიოსები იბადებოდნენ და აი ის გრიგალი მოდიოდა და ის რაღაც ქარიზმა მოდიოდა, აი დამბურძგავი და წერილი და მეორე მხარეს იყო აი ეს ჩამოყალიბებული ესეთი მკვეთრი რაციონალური აზროვნება, ისე ორს მიმოტოთ ორი, ყველაფერი, რომ აი ყველაფერი შეიძლება გაიზომოს და დაითვალოს და ამ ჭიდილში კი ნუ გამოიბრძვე და ეს კაცობრიობა და რაღაც დასკვნებამდე მივიდა. ნუ ყოველ დასკვნა მე ისე ბუდასთან დაბრუნდები, ჩემი დასკვნა ისეთია, რომ აი ეს კითხვა საერთოდ რატომ ცოტა უადგილო მეჩვენება ხოლმე იმ გადმოსახედინა, რომელიც გადმოსახედინა ახლა ვიყურები და ეს ორი მხარე უკვე ჩემთვის როგორც ბუდამ აღიარა, რომ ეს ორივე საჭირო და აუცილებელია, რომ არ მოხდეს დიდი რყევა და ამოტრიალება. ორივე თანაბრად უნდა იარსებოს. ორივეს თანაბარი ადგილი აქვს და თავის როლს ასრულებს და ამ შემთხვევაში აღარ მიიჩნევა ის ერთ ან ცუდ ან კარგ კატეგორიად და ესეთ მორალურ იმაში აღარ მოვაქცევთ ვერაფერს, აქ რო ჩააჭერ, აქ გამოვა. რაღაცნაირად და ეს ფიზიკური კანონიც მუშაობს ამაში. ახლა თვითონ ნაწარმოებს, ხო? ყველას გაქვთ იმედია, წაკითხული ხა ეს მართლა რაღაც თუკი სიტყვაზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მოგეხსენებათ აპარტეიდის ეს სიგნი რომელი ნაწარმოები? ეს არის საუბარი არის ხო. ხა დავწურმანდები. აქ დაიწყო ძალიან კარგი ციკლი 6 ლექცია უნდა ყოფილიყო, ეს მეორე ლექცია დოჩანაშვილზე. რო ჩამორიგდა თემები, მე დავადევი ხელი და ავირჩიე ეს ნაწარმოები, კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა. ეს არის მოთხრობა, რომელიც აი აქამდე რაზეც ვილაპარაკე, აი მისი ნათელი და ისეთი ის არის, რა ქვია, პირდაპირ სწორედ ამ მოთხრობას გულისხმობდი, რაზეც ვლაპარაკობდი ეს ზოგადად. ეხლა უფრო დავწურმანდებით და კიდევ უფრო წვრილად მივყვებით და გავარჩევთ და გამოვარჩევთ ამ ყველაფერს. ალბათ გახსოვთ ეხლა, მართლა ისეთი კარგი მკითხველები ხართ აქ, როგორც წესი ესე ხდება ხოლმე და ეს არა, ეს არის რჩეული, ეს გამოსცა თავის დროზე ქართული პროზის საგანძურით, ვარცხვდები პალიტრამ იმან და პირველი ტომია. ხო, იოსებიძის ქუჩა, სწორედ აქ ვარ, ზუსტად იოსებიძის ქუჩაზე. მეზობლად გამოსცეს, ხო, ამითი გახსნეს სხვათა შორის, ეს იყო პირველი ტომი, თორცები 50 ტომია თუ რაღაც ეგეთი, ქართული პროზის საგანძური. და ნუ ეხლა დოჩანაშვილს მოგახსენებათ, რა დიდი ის აქვს, მე მკვიდრობა დატოვა ულევი, რა ვიცი, ერთი საკმაოდ ისა და აქ აერჩიეს, ნუ რაღაც ხო, ჭირს ხოლმე და ძალიან სკაი რო ეგრეა. უფრო სხვანაირად გავრცელდება ესეთი კაი ლიტერატურა და ეხლა უფრო დაადგა საშველი ამ საავტორო უფლებებს და თავის დროზე ნუ გურამი როცა ცოცხალი იყო საერთოდ არ აქცევდნენ ამას ყურადღებას და ხანსად უნახავდი ხოლმე დაბეჭდილს და გამოცემულს რაღაცას ვიღაცის მიერ იქ კუსტარულად ხან რას ხან ვისას ხან როს ნუ სარგებლობდნენ ეხლა პოპულარული რობით ვიღაცეები სიტყვაზე აი დოჩანაშვილი ნოდარ დუმბაძის კიდევ იყვნენ რაღაცები ისინი და ასე უშვებდნენ და მიდიოდა მე დაალაგდა და ამ ვინც იყო მე პატრონი ამ ვინც ულის ამ იმას აი ეს 4 ნაწარმოები შეთავაზა რომ შეეტანათ ასე ვთქვათ ამ იმაში და არა ვთქვათ ერთი სამოსელი პირველი ან ერთი რაღაცა კიდევ ვატერპოლო არის აქ შესული ანუ აღდგენით გახსოვთ ალბათ კაცი ანუ აღდგენის სამუშაოები კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა არის მეორე ერთი რამის სიყვარული დაფორვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე ეს არის იმერეთში რომ დადიან ჭიათურის მინდამოებში აქეთ-იქით მოკლედ ერთს რომ იყავს მეორე ყველა ეს მოთხრობა ცალ-ცალკე და ერთად და ბახოს გულმა რეჩხი უყო ხო სამით ის რომელი
ყველა სულ ეს იყო მთელი დოჩანაშვილის ის რომ აიღო ერთ დიდ ნაწარმოებად განიხილო ამ წერალს სულ აიღო და ჩამოვთვალე ყველგან ზუსტად იგივე პრობლემას მკვეთრად გამოხატული აქვს ეს თუკი ვინ ახერხებდნენ აი ძველი ამერიკელი მწერლები თქვათ მე-19 საუკუნის მე-18 საუკუნის ევროპის ის სკოლა ახერხებდა რომ რაღაც პრობლემას ძალიან ისე ზერელად ისე ცერამ ზერით და ისე სიფრიფანად შეხებოდნენ და იყო ხოლმე ეგ პერიოდები კაცობრიობის ლიტერატურის ისტორიაში ამ შემთხვევაში სწორედ ამით იყო გამორჩეული ეს მწერალი და ამით წარსდგა აი ფართო აუდიტორიის წინაშე რომ ეს და თან ყველაზე კაი ის იყო რომ ეპატაჟური არ იყო ეს ყველაფერი რომ ამას ფორმა არ ემსახურებოდა რაღაცა სპეციალურად არ კაშკაშებდა იმისთვის რომ ყურადღება მიექციათ ეს იყო ის საფრთხე რომელიც უნდა აუცილებლად თქულიყო და ამ ადამიანმა გამოხატა ეს მშვენივრად და მე ვთვლი რომ აი იმ ნაწარმოებში კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა პირდაპირ დასვა ორი ტიპის ადამიანი აქეთ და იქით და ასე ვთქვათ საჭადრაკო დაფასთან ამ შემთხვევაში ეს აღმოჩნდა ფოტოსტუდია და ალაპარაკა ერთმა გაამხილა თავისი შინაგანი კონსტიტუცია და მეორემაც თავისი აი ეს ყველაფერი მრწამსი მოკლედ დადო ძლებივით აი ესე იმის წინაშე და მოხდა რა, მოხდა ეს შეტაკება ამ ყველაფრის და სრული აუტანელი აი ეს გაუცხოება იმ უბრალოდ აქ არის ხოლმე რომ თავისუფლად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მიწევს მე მოგზაურობას თუ უცხოეთში რომ მოხდებით რა არის და ენა და სხვა გაუგებარ ენაზე მომიტყველი ადამიანს რომ ელაპარაკები და ეს ცერცვით მიაყარეკედებს ასხტებიან ეს სიტყვები და არაფერი არ გესმის გესმის სიტყვები არ გესმის შინაარსი გესმის წინადადება და თითქოს შინაარსი და ვერ ეწყობი ვერ მიყვები მის აი ნარატივს და ამ შემთხვევაშიც ზუსტად ესე აი ძალიან კლასიკურად კომიკურად დაალაგა ეს ყველაფერი ადამიანთან პირველ პირში ხდა პირველ პირში როგორც წესი აი სითამამე ქონა ხოლმე გურამს გამოარჩევდა ბატონ გურამს ყოველთვის რომ ესე იუმორით თავისუფლად შეეძლო რომ ახლა აქ რაღაცნაირად რო კითხულობ კი მე დარწმუნებული ვარ ბებიაჩემივით არავინ აღმოჩნდება იმ თამაზის და იმისი უფროსის მხარეზე მაგრამ რომ გაამართლოს ის იმდენად ესე არის სწორად სხვანაირად რა შიშვლად დანახული ეს შიშველი სიმართლეა მაგრამ ისა რას ვამბობდი მიწყდება ხოლმე აზრის ხო დასვა ერთმანეთის პირს არა უშავს კიდევ ბევრჯერ დაუბრუნდებით ხოლმე ეს თანწყობილად ქვეწყობილად ფიქს ვერ მოვეშვი და არა ეს კაიც არის თქვაც წამოყვებით ხოლმე ამ იმაში ფიქრის ბაწარში და მე რაღაცნაირად დამეხმარეთ ხოლმე რომ გამოითავისუფლო იმ ხლართებიდან თავი ხო და მახსოვს მაშინ მე ოჯახს ქონა გამოწერილი მთელი ეს ჟურნალებიც ის კარიბნათობი რაღაცები ინასტრანაი ლიტერატურა ისეთი იყო წიგნიერი დიდი ბიბლიოთეკა ხო ნაუკაჟის ისა კრისტიან კარაბოტნიცა და კომსომოლსკი დილა და პიონერი და ყველაფერი მოკლედ მოდიოდა ამდენი ისა ყოველ კვირაში ერთხელ თუ ყოველ დღე გაზეთების და იმისი ანუ ინფორმაცია რა ფაქტობრივად ჩვენ რასაც დღეს ინტერნეტი და GPT და ასე შემდეგ გვაძლევს მაშინ იყო აი ეგეთი ქაღალდზე დაწერილი სახით მოდიოდა და სამწუხაროდ ის ტენდენციაა რომ ალბათ სულ უფრო და დინოზავრებით დარჩებიან მალე ეს წიგნი მაგრამ ნუ რა ვუყოთ ეგეთი ცხოვრება რაღაც ალბათ ცხენი როგორც გამოიყენება დრევანდელ ტრანსპორტში მალე იმდენად არის ვიზუალზე და მოსვენაზე გადასული განსაკუთრებით პატარა თაობა 30 წლის ქვემოთ რომ დარწმუნებულია 30 წლის ქვემოთ რომ გამოიკითხო ქალაქ თბილისში ალბათ ეს არ თუ ეს ნაწარმოები ბევრს არ იქნება ვიღაც აკაკუნებს თო ან რაღაც ხდება წირს გვითხრიან ხო და სითამამე იყო მეთქი ამ ადამიანს რომ ხო არის აქ ერთი მხარე და მეორე მხარე რომ აი ეს მხარე პირველ პირშია თან ყველაფერი მოთხრობილი რომ ეს პირველი მხარე ის ყოფილიყო ეს პირველ პირში მთხრობელი რომელსაც როგორც წესი კითხველი ისეთი გულუბრყვილო კითხველი ავტორთან აიგივებს ხოლმე რატომღაც თუ პირველ პირშია ნაწარმოები დაწერილი და ვინა გითხრა რომ ესე არ არის ხოლმე თავისუფლად შეუძლია ავტორს თუ ის მაღალი რანგის ოსტატია რომ ნებისმიერ როლს მოერგოს იმ თავის მიერ შექმნილ სამყაროში და იმ თავის მიერ შექმნილ აი იმ რაღაც სივრცეში არაო ხო არ გათქვი ხოლმე თქვენს ეგეთი რაღაცები რომ რაც ხმა ისმის გახვალ არაფერი არ არის
ხო და ძალიან ისეთი სიტყვამე უნდა ხოლმე რომ უარყოფითი რა ესეთი გმირის ამპლუა რო შეითავსო რა ავტორმა და ამისი პირით მოყვე და ამისი სათვალეებით გახედო იმ სიტუაციას რაც არის დახატული. ეხლა ეს თვითონ ეს ინტერვიუერი ვინც არის მთელი ნაწარმოები ხე ვისაც შევახსენებთ რაზე რომ დაწესებულებაში რაღაც კორპორატიულ საბჭოთა დაწესებულებაში მოღვაწე ერთ რიგით თანამშრომელს რომელიც სულ ახლა ხანს იყო ლაბორანტი და გახდა უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი დაავალეს რომ ისულიყო ინტერვიუზე და გამოიკვლია ესეთი იქ ჩამოწერილიც არის აქ რაღაცა პროფესიები მსგავსი რომ ერთ-ერთი პროფესია მოერჩია და მისულიყო და გაერკვია ის რაღაცა სოციალური მხარების, სიცხოვრების რაღაცა ასპექტები და მიმართულებები ასე შემდეგ ეს მიდის ხო ყოფილება დაკარგული დროის სინანული და ასე შემდეგ გაერკვია ესეთი რაღაცა დეტალები და ეს დაიფიქსირები რა მცხრილში, ამ გამოკითხვაში და მოკლედ რაღაც პროცენტები გამოიყარა საშუალო არითმეტიკული, არ ვიცი რა შედეგი უნდა მოყოლოდა ამას, მაგრამ იყო ადრე ინსტიტუტები, აი სტატისტიკის ახლაც არსებობს, რომელიც რაღაცებს ადგენენ. რა ჭირდება, თქვათ, რა უნდა რაღაცებს ადგენენ, რაღაც არ ვიცი, როგორ ხდება. მაგრამ ეს ალბათ აი დიდ ურავნილოვკაში, როდესაც გათანაბრებული იყო ყველა ადამიანი ერთმანეთს ინკუბატორის წიწილებით უნდა მგვანებოდა, ერთნაირად უნდა ცმოდა და ერთნაირად უნდა ეაზროვნა და ერთნაირად მაშინ ხო ალბათ აი ესეც უნდა ყოფილიყო, რომ ამ აზრს რაღაცას რო ესესია და არანაირად სხვანაირად აყალიბებდა რაღაც სისტემა და ერთი დიდი ხმა, ერთი დიდი მამა თუ დედა თუ რაღაცა, რომელიც აი რუპორით ადამიანებს წვეწვეთ უშხამავდა თუ რა ვიცი უწესრიგებდა ეგრე აი თავის მოწყობილ ტვინს და აზროვნებას და ესეთი ლიტერატურა მე ვინც იყვნენ ახლა იმ პერიოდში ვინც წერდა ხო ну ეს ისეთი გამორჩეულად დიდ ავტორთან გვაქვს საქმე რომელიც ყველა ტექსტში ფაქტობრივად მისი ნებისმიერი ტექსტი რო აიღოთ ცხელტანიანი მცირეტანიანი სულ ამ პრობლემას ვაწყდებით სულ ამ ჭიდილშია და ეს ნაწარმოები კიდე აი თქვა არისტოტელეს და იქ ბორხეს და მათ კლარ იმას რო გადავწყვეტ შექმნილ სქემებს ლიტერატურის ისინი ყვებიან და ყვებოდნენ ეგეთი სქემა წარუდგინეს მე თავისი აზრით კაცობრიობას რომ სულ არსებობსო რაც არ უნდა დაწეროსო ადამიანმა ვინც არ უნდა იყოსო და გინდა და უკვე დაწერილიო რომ ავიღოთო ამ იმითიო ამ ფილტრითო გაიზომებაო ამ სქემითო არისო ნაწარმოებები რომლებიც არის წასვლაზე რაღაც ერთი ადგილიდან რაღაც გადაკარგვაზე არის ნაწარმოები მოსვლაზე ანუ რაღაციდან აქ უკან ჩამოსვლაზე მე ერთი ეტაპი ნაწარმოებების არის იმაზე რა ქვია ის ჩამოსული ადამიანს მოაქვს ახალი სიტყვა და ხვდება აქ დაძველებული ხედვა და ეს ამის ჭიდილზე. მე ვიტყოდი რომ აი ეს მესამე რგოლია, აი ეს ნაწარმოები თავიდან ბოლომდე ამის და მეოთხე არის რა თქმა უნდა ეს ვერ იმარჯვებს ეს საღიაზრი და მეოთხე იყო მსხერულ შეწირვაზე ან სიკვდილზე ან ჯვარზე გაკორაზე თუ რაც გინდათ ეს დაარქვით მოკლედ ჩაფლავებაზე ამ ყველაფრის, მაგრამ რაღაც იმედს რო ტოვებს ესეთი მარცხი და ესეთი განადგურება მაინც ამაზე. და ამ პრიზმით თუ გავხედავთ ამ ნაწარმოებს, სწორედ მისამე იმას მივოდგებით, რომ ზუსტად იქიდან იწყება, არა ბავშვობიდან თავარი გმირის ანიმისი დილა როგორ დაიწყო ზუსტად ეგრეა, რა ქვია, ზუსტად იმ მომენტიდან აქვს მოკლედ სტარტი აღებული, საიდანაც სწორედ ეს ფორმა იწყებს თავის არსებობას, დაავალებენ მიდის ბევრი ფიქრის გარეშე და ეს მთავარი პერსონაჟი, რომელიც აი მართლა ჭანჭიკია და რაღაცა პატარა ესეთი თავდაბალი, საშუალო, არაფრით გამორჩეული, ასე ვთქვათ, როგორც თვითონაც აღნიშნავს, არც აზრებით, არც გარეგნობით, ანუ ყოველხრივ აი ესეთი აი საერთო დიდ სურათში, ეს არის ზის კარგად ადამიანი მიდის თვალგვერდზე გადავარცხნილი და ხდება ვის? ხდება თვითონ გურამიც ესეთი იყო თავის ცხოვრებაში, არ ვიცი თუ მოგიწიათ მისი გაცნობა, მე ბედნიერება ხვდა ეს ბედნიერება წილად, როცა აიწერას ვიწყებდი, რაღაც 23-24 წლის ასაკში, ჟურნალი არილი არსებობდა, მაშინ იქ 99 წელი იყო და ახალი დაწყებული მქონდა რაღაც რამოდენიმე მოთხრობა მქონდა დაწერილი და რაღაც გამოქვეყნებული რაღაცები და დოჩანიშვილის იუბილე დაემთხვა და გამოგზავნეს 26 მაისს იყო დაბადებული ეს ადამიანი, აგერ ცხოვრობდა გვერდზე. გვერდზე კორპუსში ზუსტად, ეს სიმბოლურია, რომ ეხლა დოჩანიშვილის ქუჩაზე ტარდება ეგეთი რაღაც ლექციების კურსი და ხშირად მე პირველად რომ მივედი, ინტერვიუ ჩამოვართვი და ესეთი პირველი ის შედგა ჩვენი ურთიერთობა და
მე მითხრა რომ მე ყველას არ ვეუნებიო და მოდი ხოლმეო ჩემთანო აქო. თვითონ მეშვიდეზე ცხოვრობდა და თავის სახლი, ცოლი და ოჯახი პირველზე. ცალკე განმარტოებით ქონა თავისი ესეთი ბოჰემური ის მოწყობილი ბინა, სადაც წერდა და სადაც ქმნიდა ამ ნაწარმოებებს. და ესე და შევატყე რომ აქ ცხოვრობდა მთელი დღე, უკვე ეს სიბერის წლები არ ერქვა, მაგრამ უკვე მოტეხილი იყო საკმაოდ აი თავის ცხოვრების წესისგან, რომელსაც მისდევდა წერის პარალელურად. რომ აქ ატარებდა აი თავისუფლება, აქ ქონდა ამ ტერიტორიაზე, ამ მეშვიდე სართულზე და დაბლა ელოდა ხოლმე რაღაც რაციონალური სივრცე, სადაც იქ იყო ცოლი, ოჯახი, რაღაც სხვა წესები და ესა და აი თვითონაც აი ყოველდღიურად უწევდა იმაში დაბრუნება და საბოლოო ჯამში მე რასაც ვამტკიცებ რა, ამტკიცება ამას არ უნდა, ალბათ ეს რაღაცა ჩვეულებრივი წყალგავალი ჭეშმარიტებაა, რომ ორივე მხარეს თანაბრად იღებდა ორივე ვიბრაციებს რა, იმ იქითაც რაციონალურიცაც, რომელსაც კარნახობს ცხოვრება, რაღაც თანმიმდევრობას, ქცევების, რაღაც ამას მე რაღაც მორალიზმიდან არ იმავშები. აუცილებელი თქვა რაღაც ტუალეტში რო შედიხარ და რაღაცა გინდა ჯერ შარვალი უნდა ჩაიხატო და მე უნდა დაждო უნიტაზზე და თანმიმდევრობა აქვს რაღაცებს და არა პირიქით. და რაღაცები არ უნდა აურევოს. ეს ჩვეულებრივი რამეა, რომელიც ყველას გასათვალისწინებელია, როგორც ორი ხელი გვაქვს, ორი ფეხი გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ერთნაირია. რომ და არც არაფერი ერთნაირი ორი ადამიანი კი არა, ორი თვითონაც ბევრ ნაწარმოებში აქვს ამაზე ხაზგასმული გურამ და ჩანაშულს, რომ არაფერი ორი წვეთიც კი არ არის ერთნაირი და იწყება მოკლედ ამ დიდი ორი სამყაროს ომი. ეს თავდაჯერებული თამაზი, მოკლედ ესე და ამ ხო რა იყო კიდე ამ სისტემის ის იყო ალბათ დამახასიათებელი ის იყო ეს კლესა პოზიციები და დაბალი ემისი რა გვია თანამდებობის პირების რაღაცა კლესური დამოკიდებულება ისეთი ზემოთ ყოფი ადამიანების მიმართ რომ როგორი მოწიწებით და იმითი იხსენებს ხოლმე რაღაც აღმატებით ხარისხში თავის უფროს როგორც ენერგიულს საკუთარ თავზე ჭკვიანს როგორც აი ესეც მოკლედ მიზან დასახულს რომელსაც მოიფიქრა ეს ტესტი მთლიანად რომელსაც სურს ამათი ცხოვრების გაუმჯობესება ვინც აი ესე ხო ამანაც კარგად დაიწყო და რომელთაც ესე კარგად ცხოვრობენ და თითქოს შეუმჩნევლები არიან ეს პარიკმახერები, ფოტოგრაფები, იქ არის ჩამოთვლილი ვიღაცები ესა ხო ნუ იუმორი ამ დროს ესეთ ნაწარმოებებს რო წერ აუცილებელი იარაღი ახლა მაგის გარშე რა უნდა ქნა ხა ეს არ გამოდის სხვანაირად და ეს იუმორის ობადულა ოსტატი იყო თან ისეთი შავი იუმორისაც რომ საკუთარი თავის აბუჩად აგდებასაც კი ახერხებდა ხშირად და სწორედ საკუთარი თავის აბუჩად აგდება ვიღაცები რაინდულ ეპოში რომ აი პირობებში საკუთარ თავს რომ იმად გამოსახავენ პირველ კაცად ზუსტად მესამე თუ მეოთხე ადამიანის პოზიციიდან დაწერა ეს ყველაფერი და ანუ აი ეს რაც იწვევს ხოლმე ძირითადად აი იმას გადაგვარებას და იქითკენ ყოფნას და ეს პიროვნული ხო ჩდება მე ეს მის ნათელი მაგალითი რომ ეს თვითონ თუ მიკროვარიანტია იმ რაღაც მდგრადობის რაციონალურობის რაღაც აი სწორხასოვნების მე თვითონ აი ეს ვარსკვლავიც ჩდება მოთხრობის მეორე ნაწილში ჰორიზონტზე ამ დიადი უფროსის სახით რომელიც იმდენად დაინტერესდება ეს ინტერვიუ არ შედგება ამათი პირველი ნაწილი უბრალოდ რაღაცნაირად ხო თუ სხვა ფოტოგრაფებს ჩამოუვლის ის მარტო ამას კი არ ნახავს ხებსაც ნახავს იქ ნაწარმოებში ესეა და ყველანი რაღაც ისეთები არიან ჩვეულებრივი ყველაფერი გასაგებია იმასთან მაგრამ აი ეს ერთი ცოტას ჭრიჭინებს რაღაცნაირად ამ იმის სტატისტიკური ტესტის თვალსაზრისით რომ ისეთ არაორდინალურ პასუხებს იძლევა ნებისმიერ კითხვაზე რომ ყველაფერს ლიტერატურის ჭრილში უყურებს და აღიქვამს თქვათ და აი ძალიან კარგი ისინია წამოწეული აი თემები რა ხო აი თუმცა თავისუფალ დროზე როცა ერთ-ერთი კითხვა არის რომ რას რითი ერთობით თავისუფალ დროს თუ რითი აი სწორად არის დასმული აქ ჩამოწერე მე რაღაცები და ხო როგორ და ის რო უხსნის რომ ეს მისთვის დაკარგული თავისუფალი დრო არ არსებობს ნუ იმიტომ რომ ის ნებისმიერ ადგილას იყოს ეს თუნდაც ისა რა ქვია ტრანსპორტი რაღაცა გადაჭედილი მეტრო იქნება თუ ტროლეიბუსი იქნება იქ მას იმისთვის აქვს ეს გონება და წარმოსახვა და ეს რაღაცა ყველა ადამიანს მათ შორის და არა მარტო თვითონ თავს არ იქებს იქ ისეთია რომ
რაღაცებს იგონებს, რაღაცებს წარმოისახავს, ეთამაშება საკუთარ თავს, თავისთვის მოგონილი, ესენი აქვს აი ესე რომ მოხდეს, ესე რომ იყოს რაღაც ხოლმეობითი, რაღაც თურმეობითი, ესეთი ვარიანტები, ამ იმისი, თვალდახუჭულსაც, თვალახელილსაც ეს ყველაფერი შეუძლია და ამითი სულაც არ მიიჩნევს დროის კარგვად რა, სიტყვაზე რაღაც აი გასვლას, გამოსვლას და ასე შემდეგ. ეს არის 70-იან წლებშია დაწერილი. 60 წლის მერეა ეს დაწერილი, ეს ყველაფერი, ადრინდელი ტექსტებიც აძველი. 60 წელს დიდხანს წერდა, მოკლედ 18 წელი თუ 16 წელი წერდა. თუ 12, 64-დან 78, მოკლედ. ხო და ზაიმ ხო. ეს ხო, ამ ტიპის მოთხრობები მოკლედ პარალელურად იწერებოდა ეს დიდი რომანის და პარალელურად იწერებოდა 60-იან 70-იან წლებში აი ესეთი მცირე მოთხრობები საბოლოო ჯამში თვითონაც მოდერნიზმი ხო იმით აიგივე ბედური არის წაკითხული აქ და დაწიკი. კი. ხო, ეს ინტერაქციული რაღაცეები, ტექსტები, ხო, ეს ინტერტექსტები იჭრება ყოველთვის, ხო. ეს ყველაფერი იცოდა, ამ ყველაფერზე იდგა, ეს თვითონ ნაწარმოებში მოთამაშე კი არა, ცხოვრობს ამ ნაწარმოებში და რითაც აპელირებენ ამ რაციონალური კედელის წინააღმდეგ, იქ ერთგვარი თამაში აქვთ, რომ ერთმანეთს ახსენებენ ნაირ იმას, რა ქვია, ამგვანებენ შემოსულ იმაში ატელიერში შემოსულ ადამიანებს, ვიღაც პერსონაჟებს და თქვარი რაღაცა ქილიკივითაა, ერთგვარი თამაშია, რომლის აი ამ განზომილებაში ვერაფრით ვერ ხვდებიან აი ეს ადამიანები, რომლებისთვისაც ის არის ეს ორს წაკითხო დაწერილიც არ იყო და წაკითხული როგორ ექნებოდა თვითონ აურელიანოს ქეიორება სანამფას ეს ხომ არც იყო დაწერილი მაშინ მისი წარმოშობა ამიტომ არის ხო ეს პოსტმოდერნიზმი და ეს იდეაში ქონდა დოჩენაშვილს რომ მე დაიწერა და მე დასრულდა 60-იანი პირველი ხო ვიცი არ ვიცი როგორ მარკო დაწერილი ეს და კი არა მე იმას გულისხმობ სამხრეთ ამერიკული ლიტერატურას გულისხმობ რომელიც არის დაწერილი მაშინ იყო და იქიდან ქონა იმას რომ ამგვანებს რომ იმას რო გავსო და იმას რო გავსო იმათ ორივეს აქვს ის ლიოსადან და იქიდან იღებს იმ ლორკა იმიდან ლიოსადან იღებს რაღაც პერსონაჟებს ახსენებს ხო თვითონ მერე სამოსელი ხო და იქ რაც აქვს ახლა ახსენები ის სახელების გახსოვთ ალბათ შეიძლება არის სამოსელი როგორ დაიწერა საკმაოდ ცუდად მიიღო თავიდან პუბლიკამ აქ არა იმის გამო რომ ახლა ამ რომანში დიდებული სოფლიო დონის ის არის ძეგლი დაუდგა დოჩანაშვილმა ქართული ლიტერატურას მე ვთვლი ამ ნაწარმოების სახით მაგრამ ძალიან ცუდად მიიღო აქ იმან აი წარფშეკრულმა რაღაც კონსერვატორულმა კითხველმა ну უპირველეს ყოვლისა პირველი ის მოდიოდა იქიდან რომ ეს უცხოურ სივრცეში გაურკვეველ სივრცეში ისა ვითარდებოდა და მოკლედ იყო მოთხრობილი ამხელა უზარმაზარი ნაწარმოები უცხოური სახელები ზუსტად ეს იყო პირველი დიდი მწარე წერილები წამოვიდა რომ რატო არ ქვია ამას ისა რაღაცა კახაბერი ან რაღაც ღვთისავარი რატო არ დომენიკო ხო რაღაცები იყო მოკლედ რა რომ რატო არ არის ეს ქართულად ესე გაფორმებული ამ შემთხვევაში მე ბევრი არ უკლებ თვითონაც მაშინ არ იყო ხა ინტერნეტი რაღაცეები მაგრამ ძალიან ნაკითხი ადამიანი უნდა ყოფილიყავი რომ ეგეთი რაღაცეები ხსოდნოდა და თუ გადახედავთ მაშინ რუსულად ბევრი რამე ითარგმნებოდა და ასწავლდნენ ხოლმე სოფლიოს იმას რა ქვია ისტორიას სხვადასხვა სკოლებში სხვადასხვანაირად და იქ არის უზარმაზარი აჯანყებაზე მოთხრობილი პერუს და აი ეკვადორის ტერიტორიაზე, სადაც აი ეს მე სამოსულ პირველში რაც არის აღწერილი, ზუსტად ის მოხდა და იმის მიხედვით ააგო მე ეს უკვე და მე უკვე ისე შიგნიდან გაქართულდა და იმისიც შეიძინა რა ქვია ძესშეცდომილის ხაზი და თვისება იმ უძღებიშვილის იმიდან არაკიდან მოკლედ ხო და ხო აი როგორ გითხრათ ხო აი ჩვეულებრივი ლიტერატურა ცოდნეობის კუთხით უკანასკნელი ჟანრის ომი როა ეს რევოლუცია კი სიუჟეტი და მეორე უძღებიშვილის იგავი და კი მესამე კიდე საბჭოთა კავშირი კი ბატონო ხო ხო და ლიოსას კიდე ეს ყველა რაც აქვს ის არის თვითონ დოკუმენტურად მომხდარი ამბავი რევოლუცია რომელშიც აი როგორც აქ ლენინი და სტალინი და ვიღაცები მონაწილეობდნენ ისე მონაწილეობდნენ იქ ჩამოთვლილი ის კანონდოსელები და სახელები რო აქვთ და ის ყველა აბადო და ისინი იყვნენ სერიოზული ისინი ამან უბრალოდ თავისებურად შემოსა და თავისებურად ისინი მიცა რაღაცები თორე ესენი რეალური ადამიანები იყვნენ იქ მომხდარი კონტრრევოლუციონერისტები იქ ვიღაცები რაც დაწერა ეს ხო მაინც საბჭოთა კავშირში რაც იყო ლიტერატურა აი ვაკუსვეტა მე მგონი ეს იყო ხო რაღაც ლექცია მაგეთი მოსველი რომ იქედან აიყო ეს და არა იესოს მე როგორც ვიცი არა
არა მე ესე ვიცი და ვიცი შეიძლება ზოგადად არა ვარიანტი არ არის ხა მაშინ საქმე გვექნებოდა ვიღაც ნათლამხილველთან რომელმაც ეს ყველაფერი ივარაუდა და არაფერი არ იცოდა როგორ იცოდა ზუსტად ინფორმაცია კანონთან დაკავშირებით რაღაცა სხვა ინფორმაცია პოლიტიკურთან დაკავშირებით მას ლათინუროვანი წელები უყვარდა ძალიან უყვარდა ეს მე ყველაფერს კარგად იცნობდა შემოდიოდა აქ საკმარისად და ეს ინასტრანკაშიც და სხვადასხვა სახით ეს ლიტერატურა სხვაებული იყო რაც რუსულით შემოდიოდა ჩვენთან და რაც ის იყო მაინც იყო მე ესე ვიცი ხო არა გასაგებია არასწორად ხარ არა სწორად იცით ხო ყველაფერი ზუსტად იქაც აი ეს მეორე მესამე მოთხრობა არის მეთქი ერთი რამის სიყვარული დაფარვა რომ სჭირდება იქაც იგივე მას ვეჯახებით იგივე ჯახის მომსწრე ვართ იქაც ადამიანი მოხეტიალე არტისტი სულ ეს აი საბოლოოში მივიდივართ რომ ეს არტისტული სულის და ესეთი რომანტიკული ლირიული შინაგანი რაღაცა ამბოხი მან დიბადება სწორედ ეგეთ ადამიანში და არა ესეთ რაციონალურ ტოლფერ და ოთხკუთხედ მოაზროვნე ადამიანებში და სწორედ ეს აქ იქ მოხეტიალე გადაეყრება ესეთ რაციონალურ ტალინში მიმავალ ჩაპიჯაკებულ რაღაცა ხუთი გერას იმე ბატონს და რომელიც აიყოლიებს და იქაც საბოლოოში მარცხით თავდება ამის ის თუმცა კი რაღაც ის რჩება ეს ყოველთვის რჩება რომ რაღაცა აუცილებლად დარჩა რაღაცა ვირუსის ბაცილა აუცილებლად რჩება იმ სიგნალებში იმ რაღაცაში რომელსაც ცდილობს შეიტანოს ის დაარღვიოს ეს რაციონალური ბადე და რაღაცა სიო შეიტანოს სხვანაირი მაგრამ ეს თავის მხარეს არაფერს არ უკან არიხევს არაფერს ყოველს აშიშვლებს ამ თავის ხარეს, მაგრამ იქიდან მაინც ისე ჩიხშია შესული. ეს ყოველთვის ეგრე იქნება, მოკლედ, მაგის თქმა მინდა და დოჩანიშვილობაც და ვერცერთმა დიდმა მწერალმა და ვერცერთმა ნაწარმოებმა ამას ბოლომდე ვერ უპასუხა და გასაღები ვერ მოუნახა, რომ ამ სპორტული პრინციპით, ჯობის პრინციპით ეს ორი მხარე რომელი არის, თქვათ, უპირატესი და საბოლოოში იმაზეც შეთანხმდნენ, რომ სადაც არსებობს ფიზიკა, იქ ყოველთვის იარსებებს მეტაფიზიკა, სადაც არსებობს რაღაცა, რომელსაც ეხები, იქ ყოველთვის იარსებებს სიტყვა, რომელიც ამ საღანს გამოხატავს და რომელსაც არ აქვს არანაირი წონა და ასე შემდეგ. და მათი თანაარსებობა, სწორედ ეს ჩვენი ცხოვრება, სწორედ და როგორაც თავდება მე ეს ყველაფერი ახლა წარმოიდგინეთ ადამიანის რა იყო მოცემულობა რომ ადამიანს აგზავნენ ინტერვიუს უნდა ჩაწეროს ინტერვიუ უნდა მოიტანოს უკან მე ეს ყველაფერი გააშალაშინონ და ყველაფერი კარგად იქნება და აი ყველაფერი საიწყება კონფლიქტი იწყება იმით რომ იქ რო დახვედრო და იმ თამას თავისნაირივე ვინმე ესეთი ფოტოგრაფი რომელიც მხოლოდ რაღაც ხელფასის გამოზის იქ იმ სკამზე და იფარებს თავზე იმ ნაჭერს და აკეთებს იმ ფოკუს მოკუს რომ ხელფასი თუ რაღაცა თავის არსებობისთვის ის იქნებოდა იქ შეხვდა კიდევაც ესეთივე რესპონდენტები და იქ არანაირი პრობლემა არ შექმნილა საკმაოდ ესეთი ერთფეროვანი ამ ნაწარმოებებით სწორედ იქ იწერება სადაც აი ეს ამბოხი იწყება სადაც იწყება რაღაცა პირველი პროტესტის ნოტა რჩება და რეალურად რო გადახედოთ ყველაფერს მართლა მაგის გარეშე არ არსებობს მარტო იმაზე ყველაფერი იგივე ჩვენებიდან რო დავიწყო იგივე შუშანიკშიც და იმასაც ყველგან რაღაცა დევს ბომბი, რომელიც იწვევს ნაწარმოებს, თორე დავარცხნილი და დაუთოებული, აგერ, რა ვიცი, რა არის ეგეთი. ნანი ბრეგვაძის ვენახებიც კი არ არის ეგეთი დაუთოებული და დავარცხნილი. ან დიალექტიკაზე გვაქვს, მატერიალური დიალექტიკის შესახებ. ხო. ադրებად საკითხი. ისტორიული მატერიალიზმი დაუთოებულია. ხო, დიალექტიკის შესახებ ვირუსის ხო და აი ხა მე რასაც უყურებ მაგ ხოლმე ლექტორობდი ადრე ერთ-ერთ ინსტიტუტში და ახალგაზრდებთან მქონა შეხება ეს 2000 წლების დასაწყისში მე ხა 20 წელი გავიდა იმის მერე და მე კიდე მომიწია ხა ამჟამად შეხება და საერთოდ არ იცნობენ აი ამ ავტორს თქვა 30 წლის ქვემოთ ისინი თაობა ну თქვენ ალბათ შვილები გიყოლებათ დიშვილები ძუშვილები ასე შემდეგ მაინც ჯობია რომ აი ეს მიაწოდოთ მაინც უთხრათ თორე თვითონ ვერ მიდიან აი ეს მართლა მუხამედი და მთის არ იყოს ჯობია ვიღაცამ აი ეს წინ დაუდოს ან მიანიშნოს ან რაღაცით გაუღვიოს ინტერესი ესეთი იმის ნოტარიუს ელინის ფილმი გუშინ ვიყავი ახალგაზრდებთან არავის ნანახი არ უნდა ნოტარიუს ელინის ფილმი არა ეხლა უკვე აი ესეთი კვლევაც დაიდო რომ რაღაც 70%-ზე მეტი უკვე აი ეს ვიზუალურად და სმენით უფრო აღიქვამს თელ დედამიწაზე უკვე იმას რა ქვია რაღაცას ახსოვ ვიდრე წიგნი და ვიდრე ის ეს მართლა
მალე ალბათ მართლა იმის ურემივით გახდება რაღაც იმასთან შედარებით, რომ იყო ეპოქა, რომ არ არსებობდა ციგნი, მაგრამ ცოდნას სხვადასხვა საერთოდ იყო ყოველ შოკი სრულიად ეგეთი რაღაცა. ნუ მაგას შეიძლება ვიდეოთ, მაგრამ ყველაზე საინტერესო რა იყო, რომ თვითონ კაცის გონებაც როგორი ის არის, ადამიანის გონებაც როგორი რამეა, რომ აღმოჩნდა ეგეთი რაღაც. ამჯეროდა თავიდან სანამ კარგად არ გადავამოწმებთ, კი არ არსებობს მეთქი, რომ თურმე ადამიანმა, ზოგადად ადამიანმა, აი ყველგან პერუელმაც და ავსტრალიელმაც და ქართველმაც მიახლოებით მე-14 საუკუნეში გაიგო და მიხვდა, რომ დაწერილის ჩუმად კითხვა შეიძლება. ყველაფერს ხმამაღლა კითხულობდნენ. ვერ მოდიოდ ადამიანის ტვინთან მაშინ მე-14 საუკუნე ხარ იყო ის კოლუმბია აღმოაჩინეს, ამერიკა აღმოაჩინეს. ზუსტად ეგეთი რაღაცა არის. იმიტომ რომ რაც იკითხებ, რაც დაწერილი იყო, ეს იყო ან რელიგიური ტექსტები იყო, რომელიც იმთავითვე ხმამაღლა წაკითხვას იმაშებოდა, საჭიროებდა. იყო მერე იქ ვეფხისტყაოსანი და რაღაცები, ზეპირად რომ იმახსოვრებდნენ. ყველაფერი, მოკლედ, არ იყო ეხლა ნიშნები და რაღაცეები, რომ ჩუმად გეკითხა იქ მაღაზია, ისა მაგნიტი არსად ეწერა ხა მე-12 საუკუნეში და რაღაცეები არ ხდებოდა ეგეთი, რომ ეს ქუჩაში გქონოდა ამის გასართობი და ყველაფერი ხდებოდა და ერთხელაც ვიღაცა მიხვდა, გაჩუმდა და ისე წაიკითხა თვალებით და მიხვდა, რომ ესეც შეიძლება. და მე გაბაზრდა და მოვედით აქამდე და არის დისაში რომ ეხა ელიან ზუსტად 21 საუკუნის აი ეს 20-იანი წლებიო განსაკუთრებით სიხშირით ეხა ყოველდღე რაღაც ისინი იქნება აი ეს ხელოვნური ინტელექტის მოკლედ რა მოხდება ხვალდაზე არავინ არ იცის მე ძალიან პოზიტიურად დადებითად უყურებ მაგ ყველაფერს და ბავშვობაში მახსოვს ფილმები იყო ერთი საბავშვო გასწახულს კასკი გადიოდა რაღაც ისა იქ ფილმები იყო უცხო პლანეტელი ჩამოვა და ესე კითხულობს წინებს ხელს დაადებს და აიღებს და всё იცის იქ რაც წერია ჰა რაღაც იყო მოკლედ რაღაც პატარნეს იყო და ესე იცის იქ იჯდნენ ხალხი და ცუჩიდან ეზარებოდათ და ოპ რაღაცა მოხდება ალბათ რა ადამიანის იმამდე რაღაც სენსორულ დონეზე რაღაცას იცი რაღაც მაინტერესებს. მე რამდენჯერმე შევიქცე ამ საკითხს და აი მართლა ძალიან ფიქრობ ისეთ საკითხია. ასაკობრივ გურამთან ძალიან კარგად არის სისტემა და ვეუბნები. დიახ. ესე იგი ბალანსი, ხო, მოძრაობის საკითხი. დიახ. ერთია, როდესაც სულიერ სამყაროში შედიხარ, მე ამიჯერდა ეს ფანტაზია გაქვს და ეს შეიძლება რელიგიური იყოს, შეიძლება სხვა მართულები და პროტესტი ამბოხი და მთლიანობა გაკეთება რაციონალური სამყარო შენ ხელს გიშლის მთლიანობაში. ამიტომ ტოვებ რაციონალურ სამყაროს და მიდიხარ და მე შეიძლება აღმოჩნდეთ ილია ჩავჩავაძის განდეგილი რომ ჩამოგემხოს თავზე ეს შენი ასე ვთქვათ სულიერი სამყარო. მეორე არის წმინდა მატერიალური სამყარო, როდესაც კი ხდები რომ იქით რაღაცა ხდება, მაგრამ გავუბიხარ. ჩემ სამეგობროში ბევრი და ვაკუნდები ხოლმე ამას. მათ შორის 80 წლის დედა მითხრა, გუშინ აშტავა და გიტარ სულ წიგნებს თხოვს. და საკმაოდ მაღალი კლასის ფილოლოგია და ისეთი ეროვნული არა შვილო როგორც გადახედა ეს წიგნი ტვინსრევს ანუ ქვეცნობიერი შიში 80 წელი ესე იგი იმის აღმოჩენა რომ თურმე ტყუილა ვიკითხე ეს რაღაცა მოხსენებები და წერე და რაღაცეები ხო ეს ძალიან ტრაგიკული ამბავია რა და ეს ტვინსრევს ხო მოდი ისევ რაციონალურ ჩარჩოში დავჩები თუმცა ძალიან სულიერი ისეთი არსება მაგრამ ამის ბალანსი მე სულ ვეჭიდავებოდი ამ ამბავს ცალკე რაციონალური გჭირდება და ადამიანები ვართ ოჯახები ყავს და საზოგადოებაში და სოციუმის ნაწილი ვართ და მეორეს მხრივ ვართ ნუ მეტნაკლებად ხო სულ მე სულ ვეჭიდავებოდი ბევრი რამე ამის გამო ჩამომენგრა ზუსტად თავზე და თვითონ ამის ბალანსი აი მატრიცაში ცხოვრება ნეოსავით გახვიდე მე შემოხვიდე მატრიცაში მატრიცის საქმე მოაგვარო და გახვიდე მატრიციდან და აი გულამზე თქვენ ახსენეთ რომ ცხოვრობდა მე-7-ზე იქ იყო ისის და ჩამოდიოდა მატრიცაში მე ცოლიშვილი ბალანსი თვითონაც ეცინებოდა ბალანსი მაგრამ ხო აი ამაშიც არის გამოწვევები რა ეს არ არის მარტივი რომ შენ დაგეუფლება თლიანობის განცდა რა იმიტომ თლიანობა გაკლია აი სამყაროები გაქვს რაღაცაად გაყოფილი და აი აქ თქვენ და მათ შორის მე უსმენდი თქვენს ინტერვიუს აი როგორ მოხვდით იქ და ასე შემდეგ აი პირადად თქვენი გამოცდილებიდანაც არა იმ სეტაპები როგორ მივდივართ მაგრამ როცა ვსწავლობთ ამას ამ ბალანსს რა ორ სამყაროში ცხოვრებას აი ამას რა ტკივილები რა გამოწვევები აქვს აი მე გუში რაც აღმოვაჩინე სხვათა შორის ეს ბოლო პერიოდი აი მთელი დღის განმავლობაში მუშაობ ChatGPT-თან იმიტომ რომ მიგვარებს ძალიან დიდ საქმეს სულთა ანალიტიკურ ამბავს მაგრამ ჩამithრია იმაში რომ რაც ჩემი სააზროვნოა ანუ საქმე იყოფა ორი ნაწილისგან ანალიტიკა და აზროვნება. ანუ ის ფანტაზია ზეციდან მე უნდა ჩამოვიტანო, რომელსაც ანალიტიკა ჭირდება მიწას. და აღმოვაჩინე რამდენჯერმე ეს სააზროვნო კითხვებიც დაუსვი, ასე ვთქვათ. და უცებ აღმოვაჩინე გუჩი რომ მithრევს. ანუ უკვე იმ მარტო ანალიტიკას კი აღარ ვეკითხები.
მოდი ერთი ამაზეც გადავამოწმო რა, ეს ჩემი აზრები გადავამოწმო. გვითრევს და ეს გამოიწვევს, აი თქვენ ვთქვით რა მოხდება, თუ ჩაგითრი ამან, ხდები ChatGPT-ზე დამოკიდებული. ხა ჯერ წარმოვიდგინე რომ ადამიანზე დამოკიდებული როცა ხარ და მისაზე მეუღლე იქნება თუ მეგობარი რო ხდები და ეხლა წარმოვიდგინე ხელოვნურ ადამიანი მაინც ადამიანია და ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულება, ანუ სულიერებად დამოკიდებული გახდება სტატისტიკაზე. ანალიტიკაზე, რაც იმ ადამიანის კიდე სულიერი ნაწილი აქვს, ხო? და ეს ცალკე დიდი კატასტროფაა რა, ChatGPT-ზე ტვინის დამოკიდებულება. ამას თუ რაღაცა ცხოვრების გზა არ გაგავლი ვერ შეიძლება. ხო, არა, ანალიტიკაში ვერ მიიღო, ხო, ეგ მე ეტაპია. აი ამ თემას რა გამოწვევებს ხედავთ, აი ამ ორ სამყაროში ცხოვრებას და გაქვთ ამის გამოცდილება, პირადად თქვენ როგორ გონიათ გურამი როგორ ახერხებდა ამას და მის ლიტერატურაშიც როგორ ჩანს, აი რა არის, როცა უკვე ცხოვრობ, გადაწყვიტე და ცხოვრობ ამ სამყაროში, ამ ორ სამყაროში. და არა ამბოხი უკვე რომ აი გარბი. თვითონაც ხო, გარბი ხარ რა, იმ ტექსტებით გაქცევა იყო ის იმ და სულ ყველა მისი ტექსტი პროტესტის ტექსტია და სწორედ ეგეთ ხო ბოლო ისე იყო რომ აი ბოლოს რომ ავდიოდით ხოლმე მე ხაშინაურულად ის მეუღლე წყალს უსხავდა ხოლმე ბოთლში და ის წყალს სვავდა და ვაინც თვრებოდა იმდენად ქონა უკვე ფსიქოლოგიურად ისა აი ეს გაქცევის აუტანლობის მომენტი თან ტრაგედია დაემართა 93-ში თუ 12-ში შვილი გარდაეცვალა გადავარდა იმიდანაც რაღაცა საფრთხულიდან მოაჯირი ეგონა რო ქონდა და არ ქონია სახს და უკვე წრეში სადაც ხო და ეს ტრაგედია ძალიან ხშირად აიგივებდა ხოლმე ამ შვილს მე ინტერვიუებში და იმაში აი დომენიკოსთან რომელიც სახლში ბრუნდება ვერჯერ აქ ნახსენები ძალიან დიდი ტრამა იყო მოკლედ რა ერთადერთი რა ნუ ბიჭი ეს შვილის გარდაცვალება და თვითონ ცხოვრების ისა რა წესი რა ესეთი საოცარი დამთხოვაც იყო რომ ისეთ სკოლაში სწავლობდა პირველ სკოლაში გურამი სადაც აი ზვიად გამსახურდი აყავდა კლასელი მაგალითად და იქ რაღაც თვითონ ეხა არ იღებდა მონაწილეობას იქ ეროვნული მოძრაობის რაღაცა დიეტა ქვეშა მდინარეებები იყო იქ ჭაბუამი რეჯიბთან ცალკე ამათთან ცალკე იმათთან ცალკე იმათთან ეს მაინც ძალიან კარგად იცნობდა თვითონ ქალაქი ამ ადამიანს როგორც მწერალს რომელიც თან უკრავდა ძალიან კარგად რო აქვს ხოლმე ხშირად მოთხრობებში აი ეს ორკესტრი და ეს რაღაცა ის მართლაც იყო მართლაც პროფესიონალური კარიერა არ გაუკეთებია მაგრამ ძალიან ეტყობა ხოლმე ნაწარმოებებს მწერალი თუ მუსიკალური განათლება კიდე სხვანაირად ატყობ ხოლმე მე ნაწარმოებებს შეიძლება იქ მუსიკაზე საერთოდ არ ქონდეს ლაპარაკი მაგრამ აი იმ ტემპო რიტმიკას რაღაცებს სხვანაირად გრძნობენ მუსიკის მცოდნე მწერლები და გურამი მაგ ხრივ იმიტომაც იყო ერთის ხრივ აი მაგ ძალიან მიეხმარა მუსიკალური განათლება იმ ტექსტები სულ არტისტულია სულ ჟღერს მაგის რაღაცნაირად აი ესეთი ფეირვერკია სულ ისეთი მიდის თქვა ოთარ ჭილაძისგან განსხვავებით სადაც უფრო სხვა ის არის რა ვქო რომ მძიმე სიმძიმეა ოთარსი ხო ეხ მართლა სპორტივით ახლა სირბილი გასწრება ხო არ არის არ შევადარებ ერთმანეთს ყველა თავისას ამბობს და საკუთარ თავს გამოხატავს და საკუთარ ამ სოფხედელობას და კონსტიტუციას და რევოლუციას და ასე შემდეგ და აი ეს გურავს ეს არტისტიზმი და ეს რაღაც ალბათ მე მაინც ვთვლი რომ ამ მუსიკის კარგად ცოდნამ უფრო ტექსტში მე უფრო გამოხატა ასე მისი თავი და ძალიან დაეხმარა ამ იმაში ეს მუსიკალური მხარე. ხო, ნუ მე ყველას მოსდის ეგ ხა. თქვენ თვითონ რო გადახედოთ საკუთარ ცხოვრებასაც რა, ეს აი ციფრად ქცევის საშიშროება ძალიან ბევრს უდგას ხოლმე წინ რაღაცა ცხოვრების ეტაპზე, როცა გადაწყვეტილების მიღება უწევს, რომ აი ეს რაციონალური ესე გავაკეთო თუ ესეთ სიგიჟე ჩავიდინო. ანუ კის და არას შორის როცა დგას ხოლმე რაღაც ეტაპზე, რაღაც ეტაპის მერე ეს მარტივია უკვე. აი მე მაგალითად აი თქვენ რო თქვით ფილმი ნახეო და იქ წასვლაზე რო იყო. მე დიდი ხანია 12 წელია, ეხა ეს პერიოდია, ბოლო გასვლა მექნება, ეხა ერთ-ერთი ბოლო, ასე ვთქვათ, ესეთი აი გურამთან ერთად, სად არის გურამი? მოვდივართ. აჰა, ხო, ნოემბერში, აქ ხართ მე მგონი ვიღაცები, 1 2 3 4 კი ბატონო, იქ დაუვიწყარი ეს გექნებათ 10 დღეული თუ რამდენიც არის, 7 დღე თუ 8 დღე თუ 9 დღე, რამდენიც გამოვა. სათვალეთ რომ ერთი თვე რამე თუ 3 დღეს უდრის ერთი დღე ემოციურად ხო ის ასვას რამ განაპირობა მე აი ესე ჩაოლებრივად დღემდე ვერ ხვდებიან ახლა ჩემი შინაურები და ახლობლები და აი ესეთი აი რაციონალურად თამაზისნაირად მოაზროვნე ადამიანები უამრავი მყავს უმცირესობაში ვარ მე მთელს ნათესაობაში და მთელს მოკლედ ვინც არიან გარშემო ყოველთვის ეგრე იყო ხოლმე და ვერ გაიგეს რატო წავედი იქ
ჯერ ესეთი საერთოდ რატო წავედი ის ვერ გაიგეს, იმიტომ რომ მქონდა 6 სამსახური აწყობილი. წავედი 2012 წელს, როცა ჯერ კიდე ძველი ხელისუფლება იყო და იქამდეც რაღაცა მთელი ხანი რაც წერა დავიწყე, ყველაფერი კარგად იყო. ვიყავი ხოლმე რამოდენიმე საქმეს ერთდროულად ვაკეთებდი ხოლმე, 4 ადგილას მაინც მუშაობდი ხოლმე, იქ ტელევიზიები, რადიოები, გაზეთი, ჟურნალი, რედაქტორი, გამომცემლობა, ეს შემდეგ ძალიან მშვენივრად ვგრძნობდი. თავს 6 სამსახური მქონა, აურაცხელი ხელფასი ერთად რო შეეკრიბა, რომელიც მაძლევდა საშუალებას, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ნათესავი იქნებოდა თუ მეგობარი ისეთი დავხმარებოდი, რაღაც, მაგრამ ეს იმხელა ის იყო მოკლედ დათური სამსახურს მიწევდა ცხოვრება, რომ მე თვითონაც მივხვდი, რომ უკვე ძალიან უკიდურესობაში ვიყავი გადახრილი და ძალიან მართლა აი სტატისტიკურ ციფრად ვიყავი ქცეული, რომლისთვისაც საჭირო იყო უბრალოდ ეს რო დარღვეულიყო 9-დან 6-მდე ყოფილიყავი რამოდენიმე ადგილას ესე და მე გამეკეთებინა ერთი და იგივე საქმე, ესე მექანიკურად ერთი და იგივე რაღაც. სულ აი დღეები მართლა კოღოებივით და ბუზებივით უნდა მგვანებოდნენ ერთმანეთს, ეს იყო აუცილებელი, აი არაფერი გამორჩეული და შენ თვითონ თუ შეიტანდი ამ ნაცრის პრობაში რაღაც პატარა ზეთ სინათლეებს რა საქციელებით და მე იყო განუწყვეტი მომენტი, რომ ვიღაცა გამაქილიკა წონაზე და ერთხელ სარკეში ჩავიხედე და მივხვდი, რომ რაღაც საოცრად აღარ უგავდი იმ ჩემს თვითონ ადამიანსაც დარწმუნებული ვარ თქვენს გეყოლებათ ის თქვენი საკუთარი იდეალური ვარიანტი, რომელიც აუცილებლად ან ოდესღაც იყავით, ან გინოდათ იყოთ, ან წარმოგიდგენიათ. ეს სულ მაგვარიანს ხედავ ხოლმე, დავიცი. ხო, და ზოგს ავიწყდება და მე სწორებას რო იხსენებს, აი სწორედ მაგ გამახსენდა და მახსოვს, რომ ესეთი ძალიან ესეთი განამწყვეტი ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში, ერთ-ერთი გარდამტეხი, რომ სარკეს, რომელშიც ვიყურებოდი, მივაფურთხე. იმდენად რა ვიტანე იქნა ვინც მიყურებდა და ის იყო რომ გადავაბარე სამსახურები ვიღაცებს და მივხვდი რომ აი ისეთ უკიდურესობაში ვიყავი და ისე უკვე აი დამედო ეს სიმძიმე მედო რომ ვიღაცების უფროსი ვიყავი, თამაზის უფროსიც ვიყავი და იმ ბევრი თამაზების ერთად უფროსიც ვიყავი და რაღაცეები და ესეთ რაღაცა და რომელსაც ჭირდებოდა ესეთი კლიშეებივით აზროვნება, კლიშეებით ცხოვრება, ყველაფერი აი დალაგებული ესაკუნაიდოს მარჯვნივ ეს არის, მარცხნივ ეს არის, ყველაფერი ესე ჭირდებოდა და თავაშვება ჭირდებოდა და სწორედ ეს თავაშვება იყო, რომელმაც აი ჩამიყვანა აი მის სრულ ანტიპოდში, მოკლედ ეგეთი ცხოვრების სრულ თქვენა, აი მის ვინც მოდიხართ ნეპალში და ვინც არ მოდიხართ, იმათ კიდე ურჩევ, რომ კაია, ყველაფერი თავისებურია, დედამიწაზე ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ სამხრეთ აზიისკენ ბუდისტურ აზიას გულისხმობ, არამუსულმანურ აზიას. ოდესმე თუ მოგეწევათ შანსი, რომ თუნდაც 3 დღით მაინც შეეხოთ, არ გაუშვათ ეს ხელიდან, იმიტომ რომ ის აუცილებლად დამატებით კიდევ უფრო კარგ რამეს მოიტანს და გახსნით და უფრო მეტად წინ წაგწევთ, უფრო მეტად გაგაღიმებთ და უფრო მეტად დაბრუნება მატერიალისთან აი ეს თავშებადობა. ხო, მე იქ უკვე მან ის მოხდა რომ და წავედი და მივხვდი რომ აი დიდ მიჯაჭვულობას დავაღწიე თავი რა და ეს სამსახურები ვიღაცებს დაურიგე მეგობრებს ახლობლებს ისინიც დღემდე ბედნიერები არიან, იქ არიან კარგად. მე ისევ თავიდან ნოლიდან ყველაფერს ვიოცდი და მივხვდი რომ ყველაზე მთავარია მოდი როგორც გინდა ისე იყავი. როგორც ბავშვებიდან გინდოდა, იმ წაკითხული წიგნებით, იმ გამოცდილებით, რომელიც ზურგზე გადევს, მოდი შენ თვითონ შექმენი და ეს იყავნება შენი რა. აღაშენე ის თავიდან ეს შენი საკუთარი ტაძარი თუ რაც არის, მოკლედ შექმენით თავიდან ეს შენი ღმერთი შეგნით და ისეთ ტერიტორიაზე და ისეთ სივრცეში ამოყავი თავი, რომელიც მაგის სრულ საშუალებას ვაძლევდა და უკვე ჩემს იმაზე იყო უკვე რა მონაცემებზე და მარიფათზე და აი მუსიკიჟეზე დამოკიდებული რომდენად გაუძლებდი ამას კი არა რამდენად დავაჯდებოდი ესე ყველაფერს დავაკვდებოდი ზუსტად და მოუხდებოდი იქაურობას და ისე მოხდა რომ ძალიანაც მომიხდა და აი პრაგმატულობასთან მე შეხება მე ხო აი პრაგმატულობანი და მე იქიდან დაბრუნებული იქიდან მე მაგას ვეუბნები ხოლმე იქ ნეპალში ვინც მოდის რომ აუცილებლად რაღაცა მოხდა დიდი ცვლილებები მოხდება თქვენ ცხოვრებაში და როგორც წესი 1000-მდე ადამიანი იყო იქ და დარწმუნებული ვარ კიდე სტატისტიკა ამბობს მე მგონი რომ 990-ს თავ რაღაცეები ძალიან მნიშვნელოვნად უკეთესობისკენ შეეცვალა ან მიხვდა ამ საკუთარ თავს გარედან შემოხედა. ძალიან კარგად ჩანს იქიდან აი ესე სად აკაურობა საკუთარი თავი. მე ვიტყოდი რომ იქაურობა გაძლევს საშუალებას აი მხნით, იმ ცოტა ხნით მაინც იყო შენი ნამდვილი თავი და შენ აი ყოველთვის ადამიანს ხო აი რაციონალურ ცხოვრებაში ჩავარდნილ პიროვნებას სულ უწევს ანგარიშის გაწევა რაღაცეების მიმართ, ის რას იფიქრებს, ეს რას იტყვის, ასე წესი არ არის, ასე უნდა მოიქცე, აქ ესე საჭირო, აქ ესე და
მოკლედ თვითონ საკუთარი მე და საკუთარი თავი სადარჩება უკვე ღმერთმა იცის თუ ეს ყველაფერი ესე შეგეღობილია რომ ვიცვამთ იმიტომ რომ იმიტომ კი არა რომ მე ესე მინდა და მსიამოვნებს და ესე არამედ რაღაცა ეტიკეტი ითხოვს ან ჭამთ იმას რომ ეს რაღაცა ითხოვს ან რაღაცას უყურებთ თუ რაღაცას ვითხოვთ რაღაცა ანუ არიან ბევრი ადამიანები უმრავლესობაში მე ვიცი რომ ესე ცხოვრები ადამიანები რომლებიც ამას მიყვებიან დინებასობით და ამას აკეთებენ მექანიკურად ყოველდღიურად ერთი და იგივეს მაგისგან თუ თავისუფალი ხარ მაინც გაძლევს ამის მაგისგან თუ თავისუფალი ხარ რაღაცები არის ახლა გაქცევის საშუალებები რომელიც თქვა ვიღაც ვერ ახერხებენ ღვინოს აუცარია ღვინოს აუცარია მაგრამ ღვინოს კიდე თავისი ისაა აქვს ღვინო რაღაც ტიპის ნარკოტიკები მსუბუქი ბევრი არის ეგეთი რაღაცები თუ გადალახული აი უნდა ვიღოთ აი ფენომენალ სამი მოგიწვა წერაში არსებობს მე როგორც ვიცი რომ არიან აი იშვიათად თუ დაასახელებ ისეთ ადამიანს აი ხო არის ნაწარმოებები სიტყვაზე ჟიულ ვერნი იყო ბავშვობიდან ინვალიდი და იყო მიკრული იყო რაღაც დაფას და მე მგონი ოთახიდანაც არ იყო გასული. ნუ ყოველ შემთხვევაში არაფერი არ უნახავს ის რაც მე დაწერილი აქვს. ხო და ის რაღაც ჟიულ ვერნები ეგ ადამიანის სამყაროშია ეგ ხო მაგრამ საიდან უნდა გქონდეს ეს წაკითხული მაინც უნდა გქონდეს ეს ყველაფერი ხო ესე ხო ვერ გაიგებ. ხორცივით რო გავხარებ ფანტაზია არა მოსახელები ყველაფერი ეს ყველაფერი ნიშნავს რომ აი ეს უსაზღვრო განათლება ნაკითხობა თვითონაც რა რომ ეს ინფორმაცია გაქვს ინფორმაციის გარეშე ადამიანი და ინფორმაციით სავსე ადამიანი აი ეს რო გაქვს უკვე კიდე როგორ სხვანაირად იმაშვები რა ქვია და მე უკვე მად მუშაობს აი ეს არის აი ეს ღვთაებრივი IQ თუ რაღაცა ინტელექტი რომლითაც ქმნია ამ ყველაფერს მე არის კიდე სხვისგან მართლა წაკითხული და გაგონილი და სხვის გამოცდილებას რამდენად ადვილად ისის ხორცებ რომ აი ითავისებ და რამდენად გადგება როგორც გამოცდილება და კიდე უკვე თანა განცდა როდესაც არის ნაწარმოებები რომლებიც განსაკუთრებით ვიბრირებენ განსაკუთრებით თქვა რაღაცა ბუსუსებს აყრიან ადამიანებს ცრემლს ადენენ რომლებიც ისეთი ძალით არის იმიტომ რომ თანაგანცდილია თვითონ აქ აი ავტორს ხოლმე ან ძალიან მაღალ ოსტატურ დონეზეა იმ პერსონაჟის ტყავში შემძორალი და აი მაგ ყველაფერს ეს განაპირობებს ხოლმე ეს თვითონ რომ აი ზოგი იტყვის ხოლმე რომ ეს ნამდვილი ისტორიაა ნამდვილი ისტორიაა ყველა ჟურნალისტის დაწერილი სტატია თუ რაღაც მაგრამ სწორედ ეს არის ოსტატობა რომ მაგ ისტორიამ ისეთი შეგაბარძგალოს და ისეთი შეგაზანზაროს და ისეთი ის იყოს აი ნამდვილი და ძარღვიანი რომ აღარაფერი არ დატოვოს შენგან აი რაღაც ჩამოამსხვრევს ყოველ შემთხვევაში ფარდა მაინც ახსნას ერთი წამით მაინც დაგაფიქროს რომ რაღაცას არასწორად აკეთებ და ცხოვრობ საბოლოო ჯამში წიგნი ყოველთვის ის იყო პირველად მე მგონი ხშირად ბევრ ეპოქაში რომის ეპოქაშიც იმის ადრეც წინი რო არსებობდა დასმულა კითხვა რომ რა საჭიროა ხატრული ლიტერატურა რა სარგებლობა გვაქვს ადამიანისთვის აი რას აძლევს ფანტაზიას ამ ფანტაზიას რო არ იყოს რა აი ეგეთი ისინი დაუსვამთ დიდ ჰეგემონებს ვიღაც იმპერატორებს იმებს მოდი აი კავშირში ხო ძირითადად იგზალებოდა ის ციგნები ხო მაგრამ რაღაცა ხო არ იგზალებოდა ხო მაინც არ იგზალებოდა ხო აი ხატრულ ლიტერატურას რა რაციონალური დანიშნულება მოაქვს გვაჭმევს გვასმევს თუ რა შვება რა მოაქვს რა ის არის ეს კითხვები კიდე ბევრი მსგავს კითხვა მე საბოლოო ჯამში იქამდე მივედი რომ ეს ყველაფერი მაძლევს იმას რა ქვია როგორი არ უნდა ვიყო აი აი ისეთი მაგალითებიც აი ესეთი რაკურსით უფრო უყურებ ხოლმე მაგ ყველაფერს და ძირითადად ახლა პირველი რაც მომივიდა თავში აზრად რაც ვკითხე ეს იყო რომ როგორი არ უნდა ვიყო ყოველ შემთხვევაში მაგას მაინც ვიღებ აი იმ ყველაფრიდან და უკვე როგორი ვიყო უკვე ჩემს გახსნილობაზე და თავისუფლებაზე და ის არის ეგ უკვე ძალიან ეს არის ხო და მოკლედ და ეს მოთხრობაც რა ფაქტობრივად ბოლო სიტყვა თუ გახსოვთ ეს მოთხრობა თავდება სიტყვით ჩამომალაბორანტეს ეს არის ლუსმანი ასე ვთქვათ დაჭედებული ამ კუბოს ფიცარზე და ეს სხვადასხვანაირად ამ ნაწარმოებს აძლევდა რომ აი ხო არის რომ ბორტმანს ძლია კეთილსა და კიდევ რაღაც ასეთი ისინი რომ აი რა მოხდა საბოლოო ჯამში რომ ვინ რამ გაიმარჯვა ეგ ჩამომალაბორანტეს ახლა იმას დაერხა ვინც იყო ინტერვიუზე მისული ვისაც ეს პატიოსნა დაკეთებდა ამას იმან
არ მოასვენა ამ უფროსმა და შეუკიკინა რომ გამაცანიო მეო ესო ფენომენი ყოფილაო ვიღაცაო ეს რატო გამოტოვეო რატო დამიჩაგრეო ესეთ ორიგინალურ პასუხებს თუ იძლეო და ასეთ კითხვებზე აი მოკლედ შეუჭამა ტვინი და ძვლის ტვინი და წაიყვანა თვითონ წაყვა მე სწორედ იმასთან ამაზე მთელი ნაწარმოები რომ ის ახლა მარტოც არ ხვდება იქ ყავს ისეთი მესამე ისეთი კლიმი ისეთი პერსონაჟი რომელიც ფონად ჩანს და რომელიც არის ხოლმე რაღაც დასტური იმ ცხოვრების ეკო იმ ყველაფრის რითაც ცხოვრობს ეს არტისტი ადამიანი რომლისთვისაც ეს არამხოლოდ პროფესია ეს გართობაც არის კრედოც არის რაღაცა ხო და აი გასუქებამდე შეუძლიათ ახლა პერსონაჟებზე ლაპარაკობენ რომ ის გასუქებამდე როგორ იქნება ეს ვიზუალზეც აღარაა უკვე საუბარი ეს კინოზე არ არის საუბარი ეს არის წიგნზე რომელიც იმას და კლიმს ერთნაირად ყავთ წარმოდგენილი რაღაც პერსონაჟები იმდენად ერთნაირად აზროვნებენ რომ ეს რომ შემოდის ვიღაც აღარ მახსოვს იქ მე მგონი შემოდის ხელმძღვანელი რომ შემოდის რომ ეს რომ ამოიოხრავს რომ როგორ გავსო და ისიც ხო კლიმო და ისიც რომ ზუსტად იგივეს ფიქრობს ესეც ერთგვარი გაშარჟებაა სიტუაციის რომ ერთნაირი წარმოდგენები აქვს უკვე იმდენად არიან შეხმატკილებულები და შესხორცებული აი ამ თამაშის წესებს რომლებიც თვითონ მოუგონეს საკუთარ თავს თუმცა ქვია ეს მეტაფიზიკური თავისუფლება ქვია ეს სიმართლესთან თანაზიარობა რა აი გიჟურ ცხოვრებასთან არა გამოკეტვა და ციფრად ქცევა და რაღაცა მისი სტატისტიკურ რაღაცა ნუმერაციის წერტილად ყოფნა არამედ პირიქით სრული ღიაობა და ჩაუმალაბორანტეს რა აი მოდით გავშიფროთ რა არის ეს ჩაუმალაბორანტეს რომ ვის დაერხა ვინ განიცადა კრახი ამ პროექტში რომელიც ისახავდა რომ ისევ ამან ვინც მაგრამ არის ძალიან უსრაურად დასმული ისა რა ქვია საკითხი რომ ეს ადამიანი რომელსაც ფაქტობრივად თვითონ არაფერი არ დაუშავებია ამას და მან თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულა მივიდა კითხვები დაუსვა მოიტანა უკან მე აიყვანა რომელსაც დაინტერესდა ამასაც იქით უპასუხეს უკვე ორმა იქიდან ეს კლიმის საკმაოდ ეხმარება უკვე მეორე ნაწილში ნაწარმოების საბრძოლო 2-2-ზე მიდის ეს დავა და ქიშპი და საბოლოო ჯამში წამოვიდნენ ორივენი ყუდამოძუებულები, იმიტომ რომ ეს ანკეტა არ შედგა როგორც ასეთი, იმიტომ რომ რაღაც ფუნდამენტალურ კითხვებს იქ საერთოდ პასუხიც არ გაეცა და საბოლოო ჯამში დაისაჯა ვინ? არა ატელიე დახურვითან, რაღაცა პროფესიის დაკარგვითან, რაღაციდან გაგდებით, არა კლიმი თქვათ იმ რაღაცა უხეში გამცინავი რეპლიკებისთვის. არა ეს დირექტორი, რომელიც თვითონვე უნდა მივხვდარიყო, რომ თვითონ არის სათავე ამ მაგისი შექმნილია ის ანკეტა და ის ესე დავიჭერ. ხო. ხო და საბოლოო ჯამში ხო და როგორ მივიტანოთ მე არ ვიცი მე ყველას ურჩევდი ეს გამოცემებები ჩვენები ჯერ კიდე არ მისულან იქამდე რომ აი ესეთი ძვირფასი ნაწარმოებები ეს ნაწარმოებები მარტო ის ხო არ არის რომ მე რაღაცა შეეჯიბრო რომ ამდენი წიგნი მაქვს წაკითხული ეს ცხოვრებაში ძალიან ბევრ ადამიანს აქვს რომ აი რაღაცა მიჯნაზე რომ იყოფება რაღაც ღულზე რომ იყოფება საით წავიდეს ძალიან ბევრ კარგ ტექსტს კარგ ფილმს კარგ რაღაც აი ერთ იმას გახსენებია და რაღაც ეს რჩევა მიუცია და აი ამ თაობაზე მაგას ვიტყოდი რომ რომლებიც უკვე მოსმენაზე და ვიზუალზე არიან გადასულები ხო მე გამოცემებსაც ურჩევ და მალე დაიწყება ბუმი რომ წამოვა აუდიო წიგნები ეს ჯერ ჩვენთან არ არის ისეთი იმითი შემოსული რომელიც და ესენიც იქნება რომ აუცილებლად აი ესენი უნდა ჩაწერონ იმიტომ რომ ვარიანტი აღარ არის მე რო უყურებ მე შვილები მყავს 31-ზე და 26-ის არ არსებობს ძალიან ისინი არიან წარჩინებულები ყველაფერი იციან ყველა ინფორმაცია აქვთ მაგრამ არა წიგნიდან კითხვით არა ფურცლის გადაშლით და იმითი თუ რაღაცა არამედ სულ სხვა შემოთავაზება გაუკეთა მაგათ ცხოვრებამ და შესაბამისად არიციან დოჩანაშვილი არიციან ჭილაძე არიციან იქ რაღაცა ბავშვებს მანქანის მოძრაობასაც აუდიო ხო აუდიო უსმენენ ახლა და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ეგეთი ისა რომ გუშინ მოთხრობას მოусმინე გუშინ რომანს მოусმინე არა წავიკითხე არამედ მოусმინე და გაჩვევაზეა უკვე რა ყურის რა მეც ვცადე ამას წინათ რომ ეხა უფრო კარგად წავიდა სხვადასხვა ადრე 20 წლის წინ რომ დაიწყო პირველად რომ ეს მოусმინეს დახილი და რაღაცა იმ ფაილები ხო იყური მე თვითონაც ეხა მივხვდი რომ ეხა უფრო ავიტანე და მივიღე ის მართლა მოусმინე და ადრე მანქანიდან ვერ გადადიხარ
აი როგორც მუსიკას როგორც ადიხარ მე ფეხით მოსიარულე ვარ. სულ მაქვს ოცა ყურში ერთყურიანი ის მაქვს ორსასმენი, იმიტომ რომ რა ვიცი რაღაც ფილმი დაგიძახო. მოკლედ სულ უსმენ არაფერში არ მომიშლის, იმიტომ რომ ვახერხებ რომ ეს ორი კურდღელი რა თან აი ესე ვიარო რაღაცაზე ვიფიქრო თან ამასაც უსმინო, შეიძლება ფონი იყოს ეს. შეიძლება ძირთა რამისკენ არ იყოს აქცენტი, მაგრამ აი